Ლოცავთ ყოველს ნათლისღებას წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. მოდილომშვიდობის გილოცავთ დღევანდელ დღეს დაესწარით მრავალს. დილამშვიდობის ყოველს ულოცავთ დღევანდელ წინავალე დღესასწაულს. ბუნებრივია დღეს ნათლისღებაზე გვინდა ვისაუბროთ და თქვენს მიერ ბუნებრივია შეფასდეს და განვიხილოთ დღევანდელ დღესასწაული ინსტიტუტის საიდუმლო. უყურიანი იქნება თვითონ ტერმინის განმარტებით დავიწყოთ. დღევანდელ დღეს სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე ტერმინით, ყველა სრულყოფილი მათ შორის გახლავთ განცხადება უფლისა, თეოფანია, რამე თუ ამ დროს განცხადდა ერთარსებას სამპიროვანი ღმერთი, მამა განცხადდა ხმაში, ძე ათელღებული ამოდის იორდანიდან და სულიწმინდა გარდამოვიდა მტრედის სახით. მეორე ტერმინი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ნათლისღება, რამე თუ უფალი თავად დაუსრულებელი და დაუღამებელი ნათელი გახლავთ და მას ნათლისღება არ ჭირდება, მაგრამ მან ნათელი იღო, რათა მის მიერ განიწმინდოს იორდანე და მთელი კაცობრიობა აღდგეს და დიდი აიაზმა, ანუ წყალკურთხევა, როცა სასულიერო პირები წირვის დასრულების შემდეგ აკურთხებენ წყალს და იმ წყალს ეძლევა ცხოველსყოფელი ძალა და იწმინდება კაცობრიობა. ასევე უფრო დაწვრილებით მინდა აღწერო, რომ მარტო ქართულში ესე ვთქვათ სიტყვიერებაში ნათლისღება არის ყველაზე ესე ვთქვათ სწორი ტერმინი დღევანდელი დღის ნათლისღება, რას ნიშნავს, რომ ესე იგი ნათელ იღო ადამიანმა, ნათელი მიიღო კაცობრიობა, რუსულში არის კრეშენია, ეს დაკავშირებულია ჯვარცმასთან, ჯვართან, ბერძნულში არის ბაპტიზო, წყალში თაყურყუმლავება, ქართულში ნათლისღება გამოხატავს ალბათ უფრო ქართული სრულად გამოხატავს ქართული ნათლისღება. აქედან გამომდინარე არ იქნება ძნელი გაგება დღევანდელი დღის შინაარსის, რომ დღეს ის არის ძალიან დიდი სიხარული. ადრე მე-5 საუკუნემდე ნათლისღება და შობა ერთ დღეს იზეიმებოდა. რამე თუ ორივეს ერთი და იგივე დანიშნულება ფაქტობრივად ორივე ღვთის გამოცხადება თეოფანია. შემდგომში მე-5 საუკუნეში უკვე ცალ-ცალკე აღინიშნა ეს დღესასწაულები. ამ დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა გაიხსენოს თუ მან როდის იღო ნათელი და რას ნიშნავს რა პასუხისგებლობაა ნათლისღება, რომ ეს არის კარიბჭე სასულფევლის 7 საიდუმლოება იწყება ნათლისღების, ასე ვთქვათ, საიდუმლო სახსრულებით, რომ ადამიანი ამით უკვე ხდება ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრი. და შემდეგი სიტყვები წერია სარწმუნოების სიმბოლო მწამში, აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად სოდვათა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ადამი, ძველი ადამი, რომელიც დაეცა და ღმერთმა გამოაძევა ცოდვიდან გამომდინარე 64-დან, მაშინ დაიხურა, დაიკეტა ზეცამისთვის, თუმცა მეორე ახალი ადამი ნათელს იღებს განკაცებული ღმერთი, ამით უკვე იხსნება ზეცა კაცობრიობისთვის. წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის დასაბამი ეს არის წყალი, ანუ წყლისგან შეიქმნა ყოველივე, სიცოცხლე, მატერიალური ყველაფერი რაც კი არსებობს, დედამიწა და ხოლო დასაბამი სახარებისა არის იორდანე. ანუ როცა მაცხოვარი ნათელს იღებს, იწყება მისი მოღვაწეობა, მისი ქადაგება და გამოდის იგი ასპარეზზე. და კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, ყველას განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ნათლიებს, ვინც ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს და ყველას შევახსენოთ დიდებული რიტუალი და საიდუმლოება, როცა ადამიანი დგება, ასე ვთქვათ, ტაძარში და მას მოძღვარი ნათლავს, იგი შებრუნდება დასავლეთის მხარეზე მირქმელთან ერთად და შეანერწყვებს არაწმინდა ძალებს, რომელიც, ასე ვთქვათ, მოგეხსენებათ, უფლობდა მანამდე ადამიანზე. ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, რიტუალი და საიდუმლოება და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ როცა ვანერწყვებთ არაწმინდა ძალებს და მის სუპოსტასებს, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ჩვენ არ დაგვანებებს თავს, სანამ ჩვენ პირში სული გვიდგა და ნათელღებული ადამიანი ყოველთვის არის ბრძოლაში. იგი ხდება მხედარი ქრისტესი, აღიჭურება ჯვრით და სანთლით, თავზე ეკვეცება მას თმები, რომ იგი დღეიდან არის მონა იესო ქრისტესი და ასე ვთქვათ, მოძღვართან ერთად აკეთებს წრეს ემბაზის გარშემო და ასე ვთქვათ, გალობს შემდეგ სიტყვებს პავლე მოციქულის ეპისტოლიდან, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელი გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს. ეს მინდა ყველა ჩვენთაგანმა დღეს. ეს ბურს არ ისმის ხოლმე სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს მერტომ დაწვრილებით მინდა აღწერო, რომ მარტო ამ დღესასწაულის მილოცვა არ იქნება საკმარისი, თუ ჩვენ არ ჩაუღრმავდის არს ამ დღესასწაულისა. ძალიან ბევრი ნათლიისთვის და მონათლულისთვის არის ბუნდოვანი, ხოლო რა გარკვეული სადღესასწაულო ტრაპეზით შემოიფარგლებით ხოლმე და ბსკინვალე ნათლისღებას მოულოცავენ ხოლმე ერთმანეთს. და ოქროს ჯვრის გადაცემით და ასე ვთქვათ, საჩუქრების მიღებით და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი წყალობა უფლისა, ეს არის ძალიან დიდი სიკეთე და ამის გარეშე ვერა ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს. ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება და იგი თუ არ არის მონათული წყლითა და სულითა.
და ეს ყველა უნდა კარგად გავიხსენოთ, რომ ჩვენ აღთქმა დავდეთ უფლის წინაშე, რომ შეუდგებოდეთ ქრისტეს. რადგან ზოგიერთი ჩვენთაგანი პატარა იყო, მაშინ ეს ყოველივე მისმა მიმქმელმა აღასრულა და მიმქმელა დადო ფიცი უფლის წინაშე, რომ მის მიერ თქვა ნათელღებული ღდლის მიერ ნათელღებული პიროვნება უნდა შეუდგეს ქრისტეს. ეკითხებია ჯერ მიმქმელ შედგომილ ხართ და ისინი ამბობენ რომ შედგომილი არიან, ანუ ნათელღებული არიან და ასევე თქვა ჩვილი იქნება ეს თუ შემდგომში უფრო მოზარდი, ასხადებს რომ შეუდგება ქრისტეს. და ამ დროს ისინი ამბობენ რომ თაყვასავსებთ მამასა, ძესა და სულსა წმინდას ერთარსებასა, სამპიროვანსა, წარმოიქმნება სარწმუნოების სიმბოლო მრწამსი და შემდგომში ხდება უკვე მირონცხება, რაც არის სულიწმინდის მადლის მინიჭება ნათელღებულ ადამიანზე. და თუ ეს ადამიანმა არის ის სამწუხაროდ ან არ ესმის, ძალიან ისე თქვა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ზედა ადამიანი რომელიც მოინათლა და ამ დროს არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ის არის საკმაოდ დიდ სოდვაში. პირდაპირ ამბობენ დიდი მამები, რომ აი გარკვეულმა მამებმა იხილეს ჯოჯოხეთის სიღრმეები და იქ ისე თქვა სწავლება მიიღეს მათ, რომ აი ის ხალხი, ვინც ნათელღებული არ იყო და იყვნენ წარმართები, არიან სიღრმისეულ ჯოჯოხეთში, მაგრამ მათზე უფრო ღრმა ჯოჯოხეთში, ტარტაროში არიან ისინი, ვინც ნათელი იღეს, მაგრამ არ ცხოვრობენ შესაბამისი ცხოვრობით, ანუ არ აგრძელებენ უფალთან ურთიერთობას, არ აღასრულებენ სხვა საიდუმლოებას, ანუ არ არიან სინანულში, რომელიც მეორე ნათლისღება არ ამბობენ აღსარებას, არ იღებენ წმინდა ზიარებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან სავალალოა, რომ ისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეკითხება და დღეს მაინც უნდა ჩვენ გაგვახსენდეს, რომ ამხელა წყალობაა ჩვენზე, ამხელა სიკეთე მოიღო ღმერთმა, ბუნებრივია ღმერთს არც შობა ჭირდება, არც აღდგომა ჭირდება, არც ნათლისღება ჭირდება, მან ეს ყოველივე საკუთარ თავზე აღასრულა. რათა კიდევ ერთხელ შეგახსენოს რა მოწყალია ღმერთი. ასევე მინდა ყველა შევახსენო, რომ აი რა სიჭირდება მას ხოვარს ნათლისღება, ეს წმინდა გარდამოცემა არსებობს, როცა მას დაასხავს ხელს იოანე ნათლისმცემელი, იგი ჩუმად ამბობს სიტყვებს, რომ ესე იგი შენ ამ დროს არაფერს არ ამბობს იოანე და როცა ნათლავდა იოანე სხვა ადამიანებს, ამბობდა რომ თქვენ ინათლებით მომავალი მესიის სახელით. და ამ დროს მას ხოვარი ინათლება, იგი არაფერს არ ამბობს და პირიქით იოანე იღებს ნათელს მასხოვრისგან. ეს ყველამ უნდა კარგად დავიმახსოვროთ და აქედან გამომდინარე ეკურთხება წყალი და რატო წყალი 4 სტიქიას შორის, იმიტომ რომ წყლისგან როგორც აღნიშნე შეიქმნა ყოველივე და 4-ვე სტიქია ამ წყალში არის გამოყრილი და წყლით განიწმინდა მოგესალმებათ დაცემული კაცობრიობა, ნოეს წარღვნის დროს ეს ნათლისღების სიმბოლოა, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლა და მეწამულ ზღვაში განასვლას ეს ნათლისღების სიმბოლოა. სინანული სიმბოლოა ასევე ნათლისცემა იოანესი, რომელიც წყალში ნათლავდა სინანულით, მაგრამ ყველაზე აღმატებული და სრულყოფილი ნათლისღება ეს გახლავთ უკვე მასხოვრის მიერ დადგენილი წყლითად და სულითად. თავად მას იოანე ბრძანებს, რომ ეგ ნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ ჩემზე აღმატებული მოვალს, რომლის სანდლის გახსნის ღირსის შეკვისა და გახსნის ღირსი არა ვარ მე. ანუ ის გადმოგცემს რამხელა და დიდია მასხოვარი განკაცებული ღმერთი მასზე. მე ასევე შევახსენო საკმაოდ საინტერესო პატერიკები ნათლისღების თაობაზე. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში, სანამ ქრისტიანობა აღიარებული იქნებოდა რომის იმპერიაში, ძალიან ბევრი კომიკოსი აშარჟებდა პაროდიას, აღასრულებდა ნათლისღების საიდუმლოს. და ერთ-ერთი განდგომილი იმპერატორის იულიანეს დროს ერთ-ერთი კომიკოსი გამოდის სცენაზე და უნდა რომ მან გააშარჟოს, პაროდია თქვათ, ჩაატაროს ნათლისღების საიდუმლოს. იგი ჩახტება დიდ რობში, წყლით სავსე გარკვეულ ემბაში და საკუთარ თავზე ამბობს, რომ ნათელს იღებს ესა და ეს კომიკოსი სახელით მამისა და დადის და დაწმინდისა სულისა. ამ დროს ატყდება დიდი ხმაური, სიცილი, ასე ვთქვათ, მოგესალმებით ისინი ამ დროს ეს კომიკოსი ამოდის წყლიდან სრული სერიოზული სახით და აცხადებს ხმამაღლა, რომ მე ქრისტიანი ვარ. ეს წმინდა გელოსი თუ არ ვსწრები. სახელი არ მახსოვს კარგად. წმინდა გელოსი კი, შეიძლება ხაძეც არის კომიკოსი კი. და ამ დროს ხალხი უფრო მოუმატებს ხმაურს. იგი კიდევ განაცხადებს, რომ მე ქრისტიანი ვარ, ხალხი უფრო მოუმატებს ხმაურს და ამ დროს იგი მივა იულიანესთან და ეუბნება, რომ მე ქრისტიანი ვარ. ანუ საკითხებია რა მოხდა შენში. ის აცხადებს, რომ მაშინვე იწყებს აღსარებას, საზოგადო აღსარებას, ამიტომ მას სულიწმინდის მადლი შეეხო, რომ მე ბავშვობიდან კი ვიყავი მართლმადიდებელი ქრისტიანების, თქვა ქრისტიანების ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მთელი ცხოვრება მე დავცინოდი ქრისტიანებს და მთელი ჩემი ცხოვრება იყო დაცინვა ქრისტიანად. როცა მე ეს ფორმულა წარმოვთქვი, ნათელს იღებს სახელით მამისათა, ამ დროს მე დავინახე, ასე ვთქვათ, ანგელოზები ჩემ თავთან მდგომი, რომელმაც დახიეს ის ქარტია და ჩემი სოდები იყო ჩამოწერილი და მე განთავისუფლდი ეშმაკის მონობიდან.
ეს სიტყვები რომ მოისმინა იულიანე წუთშივე ბრძანება გასცა რომ ისის თავი მოეკვეთათ და ეს ადამიანი აღესრულა მოწამეობით და თუ კი ამ ადამიანმა იუმორით ესე თქვა პაროდიით აღასრულა ეს საიდუმლოება და ღმერთმა ეს ჩაუთვალა მას სინანულში და ამხელა წყალობა გადმოვიდა მასზე რომ იგი რამოდენიმე წუთის მერე უკვე ზეციურ სასწაულში დაემკვიდრა ბუნებრივია ჩვენ ჩემო ძირფასებო რამხელა წყალობის ქვეშ ვიქნებით თუ ჩვენ ამ ყველაფერს გააზრებულად თანდათანობრივად ეტაპობრივად განვახორციელებთ. დიდი მადლობა მამა გიორგი, სამწუხაროდ დღეს ჩვენი ეთერი შეზღუდულია. მადლობა რომ მობრძანეთ და ისაუბრეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და დაესწრეთ. მოგესალმებით. მოვისმინეთ 9 საათის ლოცვა და განვაგრძობთ ეთერს.